და აი ეს ეხლა შემთხვევით 10 წელი არ მინახია თქვენი არქივს შემთხვევით როგორ დაგპატიჟებით? შემთხვევით იმიტომ რომ ეხლა მეტი ეთყობა არ გამოვიდა ამ ეტაპზე არავინ და მე ეხლა 10 წელიწადი ძალიან ბევრი რამე დაირღვა სხვათა შორის. თქვენ ახლა თვითონ აკლინებთ თქვენ თავს თუ თვლით რომ მეტი არავინ გამოვიდა ხოლმე თქვენი ტელევიზიის არაობიექტურ ნაწილზე გულისხმობდი ეხლა ამ შემთხვევაში, როდესაც ის პრობლემები, რომელიც არსებობს, იხილება სეგმენტურად, ჩვენ გვაქვს 5 წუთი გვაქვს და ვერაფერს ვერ ჩავატებთ ამ წუთში და თუ გაინტერესებთ იმ ეკლესიაში მიმდინარე ქონებრივი საკითხები, რომელსაც გაირბენს ხოლმე ეს თემა, ხო? მობრძანდნენ გინდა ნებისმიერ შემდეგ გადაცემაში ის პარტიები, რომლებიც გამოდიან და პრესკონფერენციებს ატარებენ და განვიხილოთ. ეს ეხლა შეეხო ამ შიდა პრობლემას, რომელზეც რაღაც ტიპის პასუხს თქვათ, ცოტა ისეთ პასუხს ემ, რომელსაც სასულიერო პირები ერიდებიან. ისინი თქვენ გაგცემენ აკადემიურ პასუხს. ისინი არ ილაპარაკებენ ჟარგონებით, ვიღაცა ოქროს თევზია, ვიღაცას მხევალი ყავს და ასე შემდეგ. არ ამბობენ ამას და ამიტომ თითქოს დაჩაგრულები არიან და არის შეტევის ქვეშ, ინფორმაციული შეტევის და წნეხის ქვეშ ეს სასულიერო პირები. ამ ბრალდებებით დაირღვა მშვიდობა ეკლესიაში, მოხდა დაპირისპირება. გარკვეული სასულიერო პირები ერთმანეთს არ ესალმებიან. როდესაც მის უახლოეს ქორეპისკოპოსებზე ილაპარაკებ, აკადემიის რექტორზე ილაპარაკებ, მდივან რეფერენტზე, რომელიც მისი დანიშნული არის, სხვათა შორის სინოდი არ ნიშნავს მას. არის რაღაცა თანამდებობა კომისიები, რომელსაც ნიშნავს სინოდი და სხვადასხვა ეპისკოპოსს უფლება აქვს თავისი აზრი გამოთქვას და კენჭისყრით დანიშნოს ესა თუ ის პიროვნება, მაგრამ პირად მდივან რეფერენტს ნებისმიერი შპს-ის დირექტორი და ნებისმიერი მინისტრი თვითონ ინიშნავს. არავის არ აქვს ამის განხილვის უფლება, მით უმეტეს 10 ჯერ თუ უთხარი ადამიანს, ხან ტელევიზიით, ხან სინოდზე, ხან სხვაგან და ისევ ყავს. ესე იგი ნიშნავს, რომ ეს მას სჭირდება და მნიშვნელოვანია. როდესაც აკადემიის რექტორს 1000 პროვოკაციას უწყობდა, კიდე გამოდიხარ და ოქროს თევზს ეძახი, თან რა დამსახურების პიროვნებას, ხო? ეს ნიშნავს, რომ შეურაცხყოფ და ძალიან ცნობილი მომენტია, მარტო ქართული მოვლენა არ არის ეს. მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენო. ეს ხალხი არიან პატრიარქის არა მარტო თანამებრძოლები, არამედ მეგობრები არიან ყოველ ჭირში. აი რომ შეუძლოთ არის პატრიარქი ავათ არის და მიბრძანდება სადმე, ხომ? ყველამ კარგად იცი და გადახედო მთელ ისტორიას, მიხავს ეს პიროვნებები. ეს ხო მისი პირადი არჩევანია. ხო შეუძლია დატოვოს არა მდივან რეფერენტი და ქორეპისკოპოსი და სხვა წაიყვანოს არა მიყავს ისინი რატომ იმიტომ რომ ის იმ დროს მივლინების დრო იქნება თუ კურნალობის დრო იმ დროსაც მუშაობს და მუშაობს მათთან ერთად. ეხლა ეს ყველა მიცის, თელმა საზოგადოებამ მიცის, თქვენს კარგად იცით და მეუფე პეტრემაც კარგად იცის და რა უყოთ ეხლა ეს არის ფაქტობრივად ირიბის ზეწოლა პატრიარქზე რომ ან იგივე თქვა მდივან რეფერენტზე, ან პატრიარქის მდივანზე რომ მას ნერვებმა უმტყუნოს და წავიდეს თანამდებობიდან. დაახლოებით ესეთი რაღაცა არის, იმიტომ რომ არ უშვებს პატრიარქი და ეს ხალხი მოქმედებს კურთხევით. და პროცესი მიდის რაღაც ქაოტურად და რა ვიცი, საერთაშორისო საზოგადოება უყურებს ამას ელემენტარულად და ის ავტორიტეტი, რომელიც პატრიარქზე აქვს, რაღაცა დარტყმის ქვეშ დააყენეს ამ ხალხმა მართალია თავის თავი დააყენეს დარტყმის ქვეშ და მას არაფერი მოაკდება, მაგრამ უბრალოდ სამწუხაროა ძალიან აი ესეთი რამ. ეს არ არის ეკლესიის შიდა პრობლემა და საქართველოს შიდა პრობლემა, ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. მომავალი პატრიარქის ტახტის თემა ესეც აბსოლუტურად შემოგდებული პროვოკაცია, იმიტომ რომ ჩვენს პატრიარქს არაფერი არ ჭირს საამისო და ეს შეგნებულ პროვოკაციად მიმაჩნია მე, როდესაც ამ თემებს იხილავენ, ჯანმრთელობითაც ჯანმრთელად არის, როგორც ყველა ხედავს და მტრებსაც გული უსკდებათ ამაზე, ასე რომ ეს არის აბსურდული თემა. რაც შეეხება პიროვნულ დაპირისპირებებს, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ყოველთვის არსებობდა ყველგან ყოველ საზოგადოებაში, მაგრამ რომ გამოხვიდე ეთერის მეშვეობით პირდაპირ ეთერში და არა ერთხელ, არამედ ორჯერ, ხუთჯერ, შვიდჯერ და ისაუბრო პატრიარქის იმ უახლოეს გარემოცვაზე, რომელთან ერთადაც მას გავლილი აქვს ათეული წლები, ეს აბსურდია. თქვენ იცით მამა გიორგი მამალაძე რამდენი წელია საპატრიარქოშია? რამდენი წელია? თქვენ იცით უბრალოდ მაინტერესებს. არ ვიცი ზუსტად ნამდვილად. და შორენა რომ მაღალი სასულიერო იერარქიას ხომ იცით? აი ხო ხედავთ როგორი ტენდენციური არის თქვენი ისა. ეს იცით და მამალაძე რომელიც მთავარი ფიგურა არის, ეს არ იცით. მე გეტყვით. ერთი წელიწადია ის რაც საპატრიარქოშია. თქვენ იცით მამა გიორგი ზვიადაძის მიღწევა სასულიერო აკადემიის სტატუსთან დაკავშირებით? არ იცით. ხომ არ იცით? მე არ ვარ ვალდებული. არა, ეს შორენა რომ სასულიერო პირია, მაღლიდან ეს ხომ იცით?
ეხლა ჩაატარეთ პატარა პრეზენტაცია. მე გეტყვით რა საზოგადოებამ ხო უნდა იცოდეს ეხლა ეს მართალია არ არის ისეთი ფურორი ინფორმაცია შორენა თეთრაშვილიც მე არ დაბისახელებია თქვენ იცით ხო მაგრამ თქვენ პრეზენტაციული ფორმით გამოყვეთ ამ ნაწილში და მაინტერესებდა თუ იცოდით ის ვისაც ვანძღავს თქვა და ოქროსთევს უწოდებს ასეთ კრინობით სახელს ზოგიერთი სასულიერო პირი. საქართველოს სემინარია აკადემია არის ერთადერთი მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში რომლის სამეცნიერო ხარისხი აღიარებული არის საერთაშორისო დონეზე და მისი თეოლოგიის სტატუსი არის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ნებისმიერ ქვეყანაშიც აღიარებული. ეს არის მისი ღვაწლი. იცით მამა მიქაელ ბოტკოველი, მისი მდივანი, რომელიც 18 წელიწადია მდივანი არის. მეუფე თეოდორე, ქორეპისკოპოსი, რომელსაც ასევე ამ შეურწყყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს. ათეულობით წლებია პატრიარქის თანამებრძოლი გუნდია. როგორ შეიძლება პატრიარქი გიყვარდეს, მას პატივსცემდე და მისი უახლოესი თანამებრძოლი გუნდი, რომელიც მარტო თანამდებობის პირი კი არ არის, კონკრეტული ღვაწლი აქვს, აღიარებული საერთაშორისო დონეზე. ასე გაულანძღო ტელევიზიით არა ერთხელ, არამედ ორჯერ. აი ეს არის კონკრეტული ფაქტი. ეს ძალები, ეს პიროვნებები შეიძლება არიან მსხვერპლი გარკვეული პოლიტიკოსების ზეწოლისა და შეკვეთისა. სხვა ვარიანტში სრულიად წარმოუდგენელია ავანტყოფი და ნაოპერაციები პატრიარქი ბერლინში იყოს და კურთხევის გარეშე გამოდიოდა 4ჯერ, 5ჯერ და 6ჯერ. მაშინ, როდესაც სხვა პირები, ვინც არის მდივანი იქნება მამა მიქაელ ბოტკოველი თუ მამა გიორგი ზვიადაძე, სწორედ კურთხევით გამოვიდნენ და ძალიან აკადემიური მოზომილი პასუხი გასცეს. ის თანხები, რომელზეც ზოგიერთები საუბრობენ, სწორედ მიდის მხოლოდ იმ მომავალი თაობის გაზდაში. არავინ არ ამბობს იმას, სად მიდის 25 მილიონი. მიდის მხოლოდ და მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და საპატრიარქოში ხელფასი რამდენი არის? იცით? ესეც არ იცით. ვიცი რომ არ იცით. გააგზავნეთ. ვიცი რომ ხო და აბა საუბრობ ეს ვიცოდე. გასაგებია, მაგრამ მოდი დავინტერესდეთ. დათქვით შემდეგი შეხვედრა. მიდით სწორედ ამისთვის მოგიწვიეთ ბატონო გიორგის თუმცა გითხრათ ეს ინფორმაცია. მიდით აიღეთ საპატრიარქოს ყველაფერი ვიცოდეთ ასეთი დეტალი. იგივე მეუფე პეტრეს კითხეთ, რამდენი აქვს ხელფასი მის თანამშრომლებს ტელევიზიაში? მინიმალური. რამდენი აქვს საპატრიარქოში? მინიმალური. იმიტომ რომ ის ფინანსდება იმ შემოწირულობით, რომელიც ეკლესიაშია და 25 მილიონი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მიდის მხოლოდ და მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ამ თემაზე დასწყებიან ხოლმე მარტო NGO-ები, ზოგიერთი პარტიები და ცალკარში თამაშობენ. მოიყვანეთ თქვენთან თუ ობიექტივიზმი, ობიექტურობა გაინტერესებთ და ვისაუბროთ ერთად დოკუმენტებით.